უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთი თითქმის მყისიერად საერთაშორისო სანქციების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები განსაკუთრებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მისდად ისახავდა კრემლისთვის ფინანსური შემოსავლის საგრძნობლად შემცირებას. თუმცა ამის საპირისპიროდ რუსეთმა საკმაოდ ეფექტიანად შეძლო სანქციების გვერდისავლა და თავისი ენერგეტიკული სექტორი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას მოარგო. ამ პროცესის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი. ათასობით ტონაზე გათვლილი ნავთობტანკერების მთელი არმადა, რომელიც ოკეანეებში ჩრდილში მოძრაობს, გაყალბებული დროშებით, ობსკურული მფლობელებით და გაუმჭირვალე მარშრუტებით. 2025 წლის დასაწყისისთვის ეს ჩრდილოვანი ფლოტი უკვე მოიცავდა დაახლოებით 940 ხომალდს, რაც 45%-ით მეტი იყო წინა წლის მაჩვენებელზე და რაც მთავარია, იგი შეადგენდა მთელი მსოფლიოს ნავთობტანკერების დაახლოებით 17%-ს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ყოველი მეექვსე ტანკერი, რომელიც გლობალურ წყლებში გადის, რუსეთის ამ ფარულ ფლოტს მიეკუთვნება. ჩრდილოვანი ფლოტის კონცეფცია მარტივია, მაგრამ მისი გავლენა გლობალურ სტაბილურობაზე ძალიან საყურადღებო. სანქციების შედეგად რუსეთს შეუწყდა წვდომა ევროპულ ბაზრებზე და დასავლურ ინფრასტრუქტურაზე, რაც გულისხმობდა ტრადიციული სადაზღვევო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სერვისების დაკარგვას. ამის საპასუხოდ მოსკოვმა დაიწყო ტანკერების შესყიდვა გლობალურ ბაზარზე. ძირითადად ძველი ან მოძველებული გემები, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია, მაშინ როცა გლობალური ფლოტის საშუალო ასაკი 13 წელია. ამ ძველი ხომალდების მეშვეობით რუსეთი აგრძელებს ნავთობის ექსპორტს აზიურ ბაზრებზე, მაგალითად ჩინეთსა და ინდოეთში, იქ სადაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან სიფრთხილე სანქციების მიმართ იძლევა მათთან ვაჭრობის შესაძლებლობას. მეტიც, ეს ტანკერები ხშირად ფუნქციონირებენ დაუზღვევლად ან ყალბი დაზღვევით, არიცავენ საერთაშორისო მარშრუტებს და მიზანმიმართულად იტყუებიან საკუთარ მდებარეობაზე. სისტემა, რომელსაც ეწოდება გეოლოკაციის მანიპულაცია. მათი მარშრუტები ხშირად მოიცავს გემიდან გემზე გადატვირთვის მანევრებს ღია ზღვაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტვირთის წარმოშობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის სიზუსტით დადგენას. შედეგად ჩნდება პლაზმური სამართლებრივი ვაკუუმი, სადაც არავინ იცის ზუსტად, საიდან მოვიდა ნავთობი და ვიზზე გაიყიდა ის საბოლოოდ. ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ უკვე დაასანქცირეს ამ ფლოტის 500-ზე მეტი გემი, რაც მათთვის პორტებში შესვლის აკრძალვასა და სადაზღვევო დაფარვის დაკარგვას ნიშნავს. მაგრამ როგორც ევროკავშირის სანქციების ჯგუფის წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა აღიარა, ერთი ხომალდის დაბლოკვას ძირითადად ორი ახალი მოხვება. რუსეთი უწყვეტად ყიდულობს ახალ გემებს, ხშირად არაპირდაპირი გზებით და ცვლის მათ იმ გემებით, რომლებიც სანქციებში მოხვდა. უსაფრთხოების ექსპერტების მოსაზრებით სანქციებმა არ გააკრეს მათი ბიზნესი, არამედ უბრალოდ გადააადგილეს ლეგალური სივრციდან არალეგალურში. გემების ძველი ასაკი და მათი ტექნიკური გაუმართავება კიდევ ერთ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს. სანავიგაციო სისტემების არარსებობა, უკონტროლო ნავთობის გაჟონვის რისკი, ავარიების მაღალი ალბათობა და ცუდად მომზადებული ეკიპაჟები ქმნის რეალურ საშიშროებას მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეების ეკოსისტემისთვის. გარდა გარემოს დაცვითი საფრთხისა, ჩნდება უსაფრთხოების პრობლემებიც. არსებობს კონკრეტული ეჭვები, რომ ზოგიერთი ეს ხომალდი შეიძლება მონაწილეობდეს საბოტაჟში, წყალქვეშა კაბელების ან მილსადენების დაზიანებაში, რაც ხელს უშლის საერთაშორისო კომუნიკაციებსა და ენერგომომარაგებას. ეს ქმედებები ხშირად შენიღბულია ტექნიკური ავარიის ან შემთხვევის სახით, რაც კიდევ უფრო ართულებს პასუხისმგებლობის დადგენას. ამ დროისთვის სანქციების ავტორები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად ჩრდილოვანი ფლოტის ზრდისა, მოსკოვისთვის ენერგორესურსების გაყიდვა მაინც ბევრად უფრო ძვირიჭდება. გრძელი მარშრუტების დაზღვევის, შეზღუდული პორტებისა და მოძველებული ფლოტის შენახვის ხარჯების გამო. თუმცა ფაქტია, რუსეთი დღემდე ახერხებს თავისი ეკონომიკის დიდწილად დაფინანსებას ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით, სწორედ ამ ფლოტის მეშვეობით. მეცაც გეტყვით, გარდამავალი პერიოდის სტრატეგიად დაწყებული ჩრდილოვანი ფლოტის შესაძლოა გეოეკონომიკურ ქაოსად იქცეს. რუსეთის მსგავსად, სხვა სანქცირებულმა ქვეყნებმა, იქნება ის ირანი თუ ვენესუელა, შეიძლება ეს მოდელი გადმოიღონ და შექმნან საკუთარი ფარული საზღვაო ინფრასტრუქტურა. ამას შედეგად მოჰყვება საერთაშორისო წესრიგის ეროზია საზღვაო სამართალში და პარალელური ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც დასავლური წესების მიღმა იმოქმედებს და ლურჯი ეკონომიკის გლობალურ ბაზარზე სრულ ანარქიას წარმოშობს.